დილა მშვიდობის ძვირფასებო. როგორ ახართ? რაღაც არ მომწონს. ესე ჯობია. როგორ ახართ? რა შვრებით აბა? ჩემსავით ძლივს ადექით დღეს. ძლივს გავახილე თვალები დღეს დილით. ალბათ ამინდის ბრალიც არის. ისიც როგორ რაღაცა ამინდია, რა ვიცი რა ჭირს. ზოგან სოფლებში უკვე თოვლი მოდის ჩვენთან კი წვიმა, აბა როგორ შეიძლება ეს? რაღა დროს წვიმაა დღეს, ზამთრის პირველი დღეა და წვიმა იქნებოდა. მაგრამ რა სიზავ. ვიფიქრე რა გავაკეთო მეთქი სადილზე. ვაკეთებ ფლავს. გავუკეთებ ირაკლის ცალკე, ანუ ჩვენთვის ვაკეთებ ხოლმე ცოტა ოდნავ, ასე ვთქვათ, შევაფერიანებ ხოლმე შევბრაწავ ქათმის ფილეს, ძალიან არა ესე ოდნავ ზეთში რაღაცა უბრალოდ ფერს მივცემ ხოლმე, გახეხილ სტაფილოში და ხახვში ესე ერთად და მერე ვამატებ უკვე მოხარშულ ბრინჯს. მაგრამ ირაკლი ცოტა დიეტობს, რადგან ნაღველი აწუხებს და ირაკლის ცალკე გავუკეთებ, ეხლა მანამდე ჭურჭელი გავამშრალო და აი უკვე იხარშება ქათამიც და ბრინჯიც. და მინდა ბავშვების ოთახი მივალაგო ცოტა სანამ ეს იხარშება. ეხლა სანამ ჩავთავდი ვიდეოს, სანამ ჩაწერას დავიწყებდი, ვუყურებდი რაღაცა შორტსებს და ალბათ გეცოდინებათ მაგდაგვარი ვიდეოები, შევხვდა ვიდეო, სადაც ბავშვები ესე უმიზეზოდ ურეკავენ მშობლებს, დედებს ან მამებს და ეუბნებიან, ძალიან მიყვარხარო და ამ დროს მშობლის რეაქცია. ხო კარგად ხარ, რა გჭირს? მშვიდობა. ანუ ეს რაღაცა ისეთი ბუნებრივი რეაქცია, როდესაც ბავშვი ესე უეცრად გვირეკავს და გვეუბნება, რომ გვიყვარხარო და უცებ რაღაცას ფიქრობ, რომ აშკარად ეს იგი რაღაცა ჭირს, რადგან გირეკავს. და ესე უნებლიეთ ცრემლები გამომივიდა და რაღაცნაირად ესე დამისველდა თვალები, ვფიქრობ, აი მართლა რამხელა ბედნიერება, როცა შვილი გეუბნება ესე მიყვარხარო, უმიზეზოდ საჩუქრის გარეშე და რაღაც ყველაფრის გარეშე ესე უბრალოდ. ძალიან სიამოვნოა ნამდვილად. ჩემი გოგოები ძალიან თბილები არიან, რა ვიცი, დღეში 500 ჯერ მეუბნებიან, მიყვარხარო დედაო. ძილის წინ ისე სანამ არ ვაკოცებ, არ მეშვებიან, სანამ არ ჩამეხუტებიან. და რა ვიცი, ის ძალიან თბილი გოგოშკები მყავს. так, ამას ეხლა ბევრი აღარ უნდა, მაგრამ ჯერ კიდევ უნდა. ბრინჯიც იხარშება. მედია საკმარისად ჩავდე, გონი უნდა მეყოს. კვერცხი რო დიდი ხანი არ ჩანდა მეგობრებო. როგორც იქნა გამოჩნდა მაღაზიებში და დღეს დილით ვფიქრობდი ხო არ ვიყიდო მეთქი და დილით აღარ იდო, არ ვიცი, ეს უბრალოდ გუშინ დამთავრდა და დღეს ჯერ არ შემოიტანეს. იმედია ისე რამე პრობლემა არ არის. კვერცხებზე რაღაცა პრობლემა იყო, რა პრობლემა იყო, მაინც ვერ გავიგე. ნუ ზოგი მე Facebook-ზე წერდა რომ რაღაცა ქათმის ჭირიაო, ვერ გავიგე ვერაფერი, არ ვიცი სიმართლეა თუ არა, ვინმე თუ იცით დაწერეთ. რის გამო იყო რომ კვერცხი არ იყიდებოდა მაღაზიაში. დღეს არ ვიცი, შევალ. იქნება 1-10 წელი მაინც ვიყიდო. ყველაფერი როგორც ყოველთვის ისე ერთდროულად დამთავრდა. არაფერი აღარ მქონდა. რა ვიცი, ქიმიიდან დაწყებული პროდუქტები დამთავრებული. ისო რაღაცები ვიყიდე. კიდევ მინდა რაღაცეები. ეს ბავშვებისთვის ერთჯერადი სალფეტკები, ჩვეულებრივი სალფეტკები, კბილის პასტა, ტუალეტის ქაღალდი, საპონი,
აი არაფერი აღარ მქონდა, ნუ ცოტა რაღაცები კიდე არის დარჩენილი, ცოტა მთლა ესე არ ვიყავი, რომ აი მართლა აღარ არის და ვერაფერს ვეღარ ხმარო. ცოტა რაღაცები მქონდა, მაგრამ ანუ შესავსებია ყველაფერი და რა ვიცი, არაფერი აღარ მქონდა და ვიყიდეთ ცოტა რაღაცები მოკლედ. მაგრამ მაინც როცა 6 სულიერი ოჯახია, ყველაფერი უცებ მთავრდება მაინც და რამდენი უნდა იყიდო, რომ კონდეს და გედოს. ეხა წავედი იქით ოთახში, გადავინაცვლოთ იქითკენ და მივალაგებ ცოტას და თან გოჭუნასაც ვაჭმევ. სანამ ეს იხარშლება. უშინ წინ თითქოს დამცხა. დავწიე გათბობა. ეხა კიდე ისევ შემცივდა. ბავშვებს დილით ოდნავ შეგვაგვიანდასავით. გვიან გავიღვიძეთ. აი აქ საკმაოდ გრილა უნდა აუწიოთ ცოტა მაინც. საკმაოდ გრილა. ხო. შეგვაგვიანდა, მოკლედ და ვერაფერი ვერ დაალაგეს ბავშვებმა. ოდნავ მივალაგებ. ბევრი არაფერი მინდა მაინც საწოლები თვითონ რომ მიალაგონ, იმიტომ რომ მინდა რომ ისწავლონ, საწოლებიც დავაჯება. სად დავდო ხა ტელეფონი მაგას უყურებ. აქაც რაღაცა უნდა მოვიფიქრო. რაღაცა ტელეფონის დასადები. და მოვიფიქრო, არ ვიცი. რამეს მოვიფიქრებ. ჯერ მე თვითონაც არ ვიცი რა. აი ესე მაინც იდოს იმედია. არ დავარდება. ტანსაცმელს მაინც მივალაგებ. მე გოჭუნას ვაჭმევ ალბათ სტაფილოს. შენ ხარ გცივა? გოგოა, არა და სულ ბიჭს ვეძახი. ბიჭო, რატომღაც პირზე სულ ბიჭო მაგერია. так. ეს ცეკვებიც აქვს, ამინდი მაინც დღეს გაფუჭდა. როცა წრეები აქვს. ორივეს კი კაპიშონი ახურიათ, მაგრამ მე ქოლგას წავიღებ ალბათ თუ კიდე გაგწელდა ეს წვიმა. ხატავს რაღაცებს თავისთვის ზის. ეხა საახალწლო თითხოვს მილენა საკერავ მანქანას თოვლის ბაბუასგან რაღაცები უნდა გაჩვენოთ, ეხლა რას ხატავს თუ მე არ გამლახა და არ მეჩხუბა რატო აჩვენეო. ეს არის ესეთი რაღაცა სახატავი ბლოკნოტი აქვს. ეს რაღაცებს ხატავს. ეხლა გაჩვენებთ კიდევ თუ რამეები აქვს. ნუ აქ უბრალოდ ესეთი არაფერი. ინარიო სკეჩი. ინარი ეს არ ვიცი. რაღაცა სკეჩი უწერია. ინარი სკეჩიაზე არა ვარ. ერთი პერიოდი იყო სულ გოგოებს ხატავდა. ინები არიან არ ვიცი, რა შვებიან არ ვიცი. ხათაშორის კამილაც ძალიან ლამაზად ხატავს. აი ამ ბოლო დროს სულ რაღაცა მილენაზე ვლაპარაკობ, მაგრამ კამილაც ძალიან ლამაზად ხატავს. აი ეს ჯერ მილენას როეულია. ესეც მომწონს ძალიან ეს გოგონა. აი ეს Wednesday დახატა. ზოგადად ეხა იმდენი ნახატები აქვს, იმდენი ესეთი ბლოკნოტი უდევს, რომ ყველა რო გადავშალო, ვერც გადავშლი, ვერც ვიპოვი საძრეები უდევს. ამ ხელა თვალები აქვს, სევდიანი. ისევ აქნედი არაფერი. აქნედი არაფერი აღარ აქვს. ეს დამტენი ტელეფონების დამტენს არასოდეს ჩართულს არ ტოვებ ღამე ამათ ოთახში. სულ მე შინია რომ შეიძლება რამე მოუვიდეს.
რამე ნაპერწკალი ქონდეს ან რაღაცა ღმერთმა დაიფაროს და მე მეშინია ბავშვებს რო ძინავთ მაგ დროს საერთოდ ყველაფრის მეშინია ბავშვებს რო ძინავთ იმიტომ რომ 1000 რაღაცა ხდება კიდე ან რავი გაზის გაჟონვის მეშინია რა ვიცი ყველაფრის მეშინია ცოტა ძალიან ნერვული დედა ვარ ცოტა ძალიან გაზ იმდენჯერ ვამოწმებ სანამ დავწვევი მით უმეტესად მაშინ როცა ვიცი რომ მანამდე რაღაცას ვაკეთებდი საჭმელს ხო დაუშვათ საღამოსკენ რაღაცას ვაცხელებდი ან ვაკეთებდი და ვიცი რომ ქურა ჩართული მქონდა იმდენჯერ ვამოწმებ სანამ დავწვევი კი არა და როცა დავწვევი მერეც აი არ ვიცი მართლა იფიქრებთ შეშლილი ხო არ არის ეს ქალიო იმიტომ რომ ჯერ ეგერთი რომ მრავალსართულიანი კორპუსი როცა არის სულ მეშინია რომ ჯერ ეგერთი მეზობლებისგანაც რამე არ გამოვიდეს ხო და მერე ჩემგანაც რო არაფერი წავიდეს ღმერთმა უკნას დედა ისე გვილაგებო მაგიდასო მერე ვერაფერს ვეღარ პოულობო მილენა მიბრაზდება ხან ჯობია ისე დატოვო აბა რა ვიცი მე ისე ვეღარ აი ესე იგი ამას შევინახავ გადმოვიღებ და ესე ვარ მთელი შემოდგომიდან დაწყებული რა ვიცი შევინახავ გადმოვიღებ ისე გუშინ წინ პარასკევს მოვიდა ისე ხველება დაეწყო კამილას რა თქმა უნდა მილენასაც ედება მერე არა და ცოტა ხნის მერე ერთ-ორ კვირაში სოფელში ვაპირებ წასვლას და იქ ბებოს ღმერთმა უკნას რომ გადაედოს მერე არ ვიცი და მოკლედ ძალიან ვფრთხილებთ რომ ბავშვებს კარგად ჩავიყვანო ჯანმრთელად так ეხლა რა მინდოდა კიდე ეს ამათი ყველაფერს ხელოვნური არა ხელო მოკლედ არც ხელოსანი როგორ თქვა არ ვიცი მოკლედ ხელით ნამუშევრებს რასაც ქვია ყველაფერს ეტანებიან ეს ბავშვები ამას აგერ ვაიმე რა მჭირს სიტყვები მავიწოდება კერავინ კი არა და ქსოვენ დედა ესე იგი დილიდან ჯერ ტვინი არ მუშაობს ქსოვენ ყველაფერს რაღაცა თოჯინას ქუდი მოუქსოვეს რა თქმა უნდა არავინ არ ასწავლიდა როდისღაც ცოტა ძალიან დიდი ხნის წინ ქეთინო მასწავლა მილენას მერე დაავიწყდა როგორ უნდა და გუშინ წინ ისე თავისი დაიწყო და YouTube-ში რაღაცა ვიდეოებს უყურა და მოქსოვა კიდერები მოქსოვა გაჩვენებდი ხა ცოტას რაღაცას დაიცადეთ ესეთი რა ვიცი რა უნდა ყოფილიყო არ ვიცი ესეთი რაღაცა მოქსოვა ყველაფერი აინტერესებს რაც ხელნაკეთი ნივთი ქვია მოკლედ ყველაფრის კეთება აინტერესებს მილენას რაღაცა სალფეტკი უნდა ყოფილიყო თუ რა არ ვიცი ესეთი რაღაცა ეს იყო პატარ-პატარა ნაჭრებად აი ეს სალსაკე ნაჭრებად მოქსოვილი იყო და მე ერთმანეთზე მიბმული როგორც ჩანს ესეც რა არის არ ვიცი რაღაცის ქუდია ესეც აი ესეთი პატარ-პატარა ყვავილებით გვერდებზე აი ესეთი ძალიან უყვარს მოკლედ რაღაცების კეთება მეც რა თქმა უნდა ვცდილობ რომ განვითარდეს ყველანაირ ნაპრავლენიაში და რა მჭირს ქართულად აღარ ვსაუბრობ მოკლედ ყველანაირ მიმართულებაში და არ ვზოგავ არასოდეს მაგაზე ფულს მინდა რომ ბავშვი განვითარდეს რადგან უნდა რომ დიზაინერობაზე
ჩააბაროს მერე შემდგომ და ასე ვთქვათ, მაგ მიმართულებით წავიდეს, ასე რომ მე ვცდილობ რომ განვითარდეს ყველა მიმართულებით, რაც კი შეიძლება ამასთან შეხება ჰქონდეს, კიდე ესეთი პატარა სალფეტკივით რაღაცა, არ ვიცი რა იქნება, ქვედ იქნება თუ რა იქნება. მოკლედ და მინდა რომ ხელი შეუწყო ყველანაირად. ხატვაშიც, ქარგვაშიც, ბისერებშიც და ასე შემდეგ. კიდე რაღაცები არის, მაგრამ უკვე აქ აღარაფერი არ დევს. სადღაც სხვა რაღაცებში დევს. ერთხელ მინისოში იყიდეს ესეთი საქსოვი ნაბორი, სადაც იყო აი ესეთი ბამბასავი რაღაცა მოკლედ თოჯინა უნდა მოგექსოვა და მე ბამბა უნდა ჩაგედო შიგ და იქნებოდა მშვენიერი ჩვეულებრივი აი ფუმფულა თოჯინა, ასე ვთქვათ, მაგრამ ძალიან ძნელი ინსტრუქცია მოყვებოდა. თუ არ ვცდები ჩინურ ენაზე, ბავშვებმა ვერაფერი ვერ გაიგეს, არც ნახატი მოყვებოდა. არაფერი, ბოლოს, ბოლო მდგომარეობაში როგორიც უნდა ყოფილიყო, მარტო ეგ ნახატი იყო. თორემ მანამდე რა ინსტრუქციით რა უნდა გაეკეთებინათ, ეგ არ მოყვებოდა და ბავშვებმა ვერაფერი ვერ გაიგეს და ესე დატოვეს მოკლედ რაღაცეები. რა ვიცი, კიდე რა გააჩვენოთ, რა გააკეთა მილენა. აი ესეც გააკეთა. მოკლედ კამილაც აკეთებს რაღაცეებს, მაგრამ ეხლა კამილას რაღაცეები. სხვა დროს იყოს კამილას რაღაცეები. ეს ბისერების ბრასლეტები 1000-ნაირი, რა ვიცი, ზოგგან ერთი სადუდევთ, მეორე სადუდევთ, არ ვიცი. აი ესეთი რაღაცა, არ ვიცი ქართულად რა ქვია, სნეგავიკს ქართულად რა ქვია, თოვლის პაპა. აი ესეთი სნეგავიკის ვარიანტში ინტერნეტში ნახა და მე მგონი სუფთა სახშიც იდო ამდაგვარი რაღაცა. ეს შიგთავსი იყო დაწნული კალათა, ჩვეულებრივ დაწნული კალათა რომელიც ხოლმე მასეთი, ხელები და თავი და ფეხები ჰქონდა თოჯინის, ეს არის კანფეტების ჩასადები, იდეაში გამოიყურება ისე რომ მაგიდის პირას იდება, ესე მაგიდის კიდეზე იდება და აი ესე შიგ, ანუ აი აქ რაღაცები უნდა ჩაალაგოთ, მაგიდის პირას დადოთ და ეს უბრალოდ ლამაზად დგას თავისი კანფეტებით და ლამაზად გამოიყურება და ესეთი დაინახა თუ არა მაღაზიაში, მოვარდა სახში და უცებ გააკეთა, აქო კანფეტები ჩავალაგოთო და სახატო მაგიდაზე დავდოთო. კი ბატონო, დავდოთ მეთქი თუ გინდა. რაღაცები ჩავალაგო და ესე დავდოთო, ესე უნდა იდოს, ფეხები დაბლა უნდა ჰქონდეს ჩამოწეული და მოკლედ ესეთი რამაზი სათამაშო მოიფიქრა მილენამ. ესეც ესე. Так, ეხლა სახუცებით ჩავდო. და გოჭმას ვაჭამოთ მივხედო სადილს. როგორ მინდა პირსახუცების გამოცვლა რა. მინდა კარგი პირსახუცები. ბავშვებისთვისაც, ჩემთვისაც. ეს პირსახუცი, ესე იგი, თავისი ბავშვობის დაბადებიდანვე მოყვება კამილას. ისე უყვარს. რბილი როა სხვას არ მადებინებს, სხვა არ მინდაო, მარტო ესო. ამჯერად ისეა თუ ასეა. მილაგებული მაქვს, უნდა მეთქვა. კარადა და ისე დავინახე სტარეული ტანსაცმელი. დავალაგებ თუ არა ლამაზად. всё. სილამაზე. ნახევარსაათში აღარ არის. მინდოდა თეთრეული გამერეცხა, მაგრამ აბა წვიმაში რაღაც გავრეცხა, მაგრამ ამათი თეთრი ტანსაცმელი მაინც უნდა გავრეცხო, იმიტომ რომ თეთრი პერანგები და სვიტრები და ზედები სულ ჭირდებათ, იმიტომ რომ ჩვენთან ფორმა არის, როგორც არ ვიცი გახსოვთ თუ არა, მქონდა ნათქვამი, ჩვენ სკოლაში ფორმა არის საჭირო თეთრი ზედა და მუქი ქვედა, მოკლედ მილაგებულია თითქოს ჩემი კარა და არაუშავ რა უნდა ითქვას. ხო, წავედი ახლა გადავინაცვლებ სამზარეულოში. აი ამ საწყალ არსებას რამე ვაჭამო.
კი აქვს, ეხლაც უყრია, მაგრამ დღეში ორჯერ, არ ვიცი, ეხლა ვაჭამო რა ხან უყრია თუ მილენა მაჭამოს მერე სტაფილო. მე მგონი არ გშია შენჯერ. ხო? ლილუ. ლილუ. უკვე გაიზარდა ჩვენი ლილუ, ცოტა მოპუტკუნდა. წამოიზარდა. მუცელი აქვს იმხელა რომ რა ვიცი, არ იყო ამხელა რა თქმა უნდა როცა ვიყიდეთ. ეხა ძალიან მოპუტკუნდა. ხო? მოპუტკუნდი? საკმაოდ ბევრს ჭამს, საკმაოდ. იმიტომ რომ გარეთაც არ გამოდის აბა და როგორ არ გამოდის პრინციპში მილენას ხელით დაყავს, იმის მომინდა რომ გარეთ ხوار დარბის აი აქ ოთახებში და ამას სულ ესე თქო ცილბილი ჭირდება, მოძრაობა უყვარს ძალიან და აბა გალიაში რამდენს მოძრაობს, ხო მაინც ძალიან ბევრს არ მოძრაობს და ცოტა არ იყოს უკვე ქონები დაედო გვერდებში, ხო? ლილუ ღრუტუნებს ხოლმე ხანდახან. ლილუ აი ესე ღრუტუნებს. რაღაცნაირად. და როცა შია ძალიან ესე შვება ხოლმე. რაღაცნაირად ესე კნავის. არ გშია შენჯერ. ზო, გადავწყვიტე რომ არ გშია. ბავშვს თანსაცმელი დავუდე. არ შეგცივდეს რა, მოდი და გაფარო. მე რო გავალ. აუწევ ცოტა გათბობას. სულ ცოტა მაინც. ცოტაზე მეტად რო აუწევ, მე 5 ახოლმე ვარ სუნთქავ. მოვედი, ბრინჯი უკვე ჩაშრა. კარგ დროს მოვედი. ხო. მე როგორ მომწონს ეს წინსაფრაზე. ძალიან კმაყოფილი ვარ. ძალიან მეკომფორტულება და მომწონს რომ ცოტა ისეთია. სრიალაზე და პირიაკ და არაფერი. არ მესხმევა ზედ. მეტი საათია, ნაცეთ. ნაცეთან 1 საათში უნდა გავიდე ზუსტად. არაფრის გემო არა აქვს ამ მანდარინს. საერთოდ შენი какого вкуса нету? აი როგორი მარკოვკა იდო დღეს ორნამენტში. ვერაფერი ვერ ავარჩიე. ზოგი სხვა დროს უფრო კარგია ხოლმე და ზოგადად დღეს ისეთი კარგი ბოსნეული იდო ყველაფერი. ხილიც, მაგრამ აი ეს მარკოვკა რა არყოდა მარტო. დანარჩენი ყველაფერი კარგი იყო. ეტყობა დიდი ხანი აღარ მოუტანიათ, რა ვიცი. მეხუთე კლასში როცა ვიყავი, მოგვის დრო გამოცემა, ყოველი წლიური გამოცემები იყო სკოლებში. ხო და
ბიოლოგიაში თუ ბოტანიკაში იყო გამოცდა. მ. და არ ახსოვს რა ბილეთი იყო რა შემდგა კიდე ვაფშე მეკითხება მასწავლებელი და მე ვამბობ მარკოვკა. ის კიდე ვიყურებ და მეუბნება რა არის გოგო მარკოვკა. მარკოვკა მეთქი. არიცოდა რა არის? გოგო ეს სტაფილოა, სტაფილო. რატო ამბობ მარკოვკას? აი მეხუთე კლასიდან მახსოვს. მოხდა ესე ხანდახან მეც მავიწყდება სიტყვები. რა ვიცი აბა. დიდი ამბავი. მარკოვკა. რა ვიცი ჩვენს კენიკეთკენ სულ უფრო ისეთი არეული იყო ყველაფერი. და და ქართული სიტყვები იქ არ იყო ისე. სომხური, ბერძნული, რუსული, აფხაზური, ყველაფერი ერთმანეთში არეული, ებრული და ასე იყო მარკოვკა. მარკოვკა. ეს ქართული სიტყვები კიდე აქ შევისწავლე და გავიგე. მეც ხა ფაქტიურად რო ჩამოვედი, მასე ნამდვილად არ ვსაუბრობდი ხა როგორც. ნუ ჯერ ერთი სკოლა, ბავშვები, წიგნები, დაკვირვებები და ნახევრად და რა ვიცი. Так, ეხლა რა მინდა მე დიდი ტაფა და ხახვი დაუჭრა, ოღონდ არ გაჩვენებთ, იმიტომ რომ სულ ცრემლები მომდის ნიაღვარით, როცა ხახვს ვჭრი. მაინც გამიწწდა თვალები. დავჭერი. ხახვი მოვთუში უნდა მეთქვა, მაგრამ ჯერ ხვალ მომითუშია. ძნელია, როცა ვიღაცა დიეტობს ოჯახში. სხვანაირად გიწევს საჭმის გაკეთება და თან მეწოდება, რომ თითქმის უგემურს ჭამს, მაგრამ რა ვქნათ. ესე მოითხოვა საქმე. Так, ეხლა მინდა სტაფილო გავხეხო. ამას დავუტოვებ გოჭუნას შეჭამოს მერე. დანარჩენს გავხეხო. სანამ სტაფილო და ხახვი ერთად ითუშება, ავიღოთ ფილე. კარგად გავასუფთავოთ. და პატარ-პატარა ნაკუწებად დავჭრათ. მე ამ პატარ ნაკუწებსაც მერე ოდნავ ვთუშავ ამ ხახვის და სტაფილოს ოდნავ დანარჩენ ზეთში, ასე ვთქვათ. ოდნავ ვთუშავ, რომ ცოტა სულ ცოტა მოფერიანდეს ეს ქათმის ფილე. აი ესე ჩვეულებრივ ნებისმიერი ზომის ნაკუწებად. ძალიან პაციებიც არა, რა თქმა უნდა. ასე ვთქვათ, დავშალოთ ეს ქათამი.
სადღაცა ესე გამოიყურება. აი ეგრე. პატარ-პატარა ნაწილაკებად ესე დავშალოთ. და ესეც იმ ზეთშივე მოვთუშოთ, მოვაფერიანოთ, მოვალამაზოთ. აი ხო თქვი, სხვა საჭმელს არავის არ ვაჭმევ მეთქი, მაგრამ მაინც გული არ მიჩერდება და ვიცი რომ კამილას ეს არ უყვარს. კამილას უნდა აი ბებერი კაცივით უყვარს კონსერვები, თევზის კონსერვი უყვარს. ვიცი რომ ბავშვისთვის მაინც და მაინც სასარგებლო არ არის, მაგრამ რა ვქნა? ბებერი კაცი რომ მიადგება ხოლმე. აუ ძალიან დიდი ბოდიში ყველასთან ცუდი შედარებაა, მაგრამ აი ესე ჭამს თევზის კონსერვებს და აუცილებლად უნდა იყოს მოხარშული კარტოფილიც, უნდა ახლდეს თან. თუ არა მეჩხუბება ხოლმე დედა სად არის კარტოფილი და ამ გახსენებაზე 1-2 წელი უნდა მოუხარშო ეხლა უცებ. თუ არა არ შეჭამს. თან უყვარს ძალიან ეს კონსერვები. აი კვირაში სამჯერ რო შეჭამოს არ მოვეძდება, რა თქმა უნდა, ამდენჯერ არ ვაძლევ. ნუ სადღაც 10 დღეში ერთხელ მაინც ითხოვს, აი თუ დამაგვიანდა და არ გავახსენე, არა და ძალით არ ვახსენებ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ვიცი რომ სასარგებლო არ არის, არ ვახსენებ ძალით, მაგრამ თვითონ არა ვიწყდება, ახსოვს რა თქმა უნდა. და ცოტა არ იყოს ვდარდობ, რომ ესე უყვარს, არ ვიცი, უნდა ვიდარდო? მე კი ვდარდობ, მაგრამ უნდა ვიდარდო თუ არა, არ ვიცი. ცოტა ოდნავ ზეთს დავარმატე. დავჭრი ამ ფილის ბოლომდე. ქათამიც უკვე მოითუშა და შეფერიანდა. ანუ ოდნავ ფერი მივეცი. ეხლა ბრინჯს ვამატებ. ჩვენი მოთუშული სტაფილო და ხახვი. სუნელები უკვე დავამატე, ეხლა დარჩა მარილიც. და მზად არის. ზოგი ამეტი არ მომივიდეს და ჯერ ესე ვქნათ და გავსინჯოთ. აი უკვე ძალიან ლამაზად და მადის აბრძოლად გამოიყურება. ბრინჯი ბოლომდე არ დავამატე, თუ საჭირო იქნება. შევხედავ ეხლა როგორ ფერზე იქნება და კიდე დავამატებ, თუ საჭირო გახდება. მილენას ისე უყვარს ფლავი, რომ ძალიან გაუხარდება.